ჩემი პატარა ქვეყნის ისტორია ტრადიციათა პატივისცემისა და გაფრთხილების ნათელი მაგალითია. და ამ ტრადიციათაგან უპირველესი მაინც იმ წმიდათა წმიდა სამების საფიცარ ხატად მიჩნევა, რომელიც დიდმა ილიამ ფაქიზად ჩამომართვა და მოწიწებით გადასცა შთამომავლობას. ენა მამული სარწმუნოება. და ალბათ ბევრი არ მოიძებნება მსოფლიო რუკაზე ისეთი ქვეყანა, სადაც ენას მშობელ დედასთან აიგივებდნენ. განსაკუთრებული თაყვანისცემის დღეს უწესებდნენ და ძეგლსაც უდგამდნენ. დღეს ქართული ენა იმ თვალცრემლიანი ქართველის ბაგეზე ფრთის, რომელსაც სამშობლოს აღუძინება ენა. რამდიდარია ქართული ენა, რამდენ ძარღვიან ფრაზას და სიტყვას იფარავს მისი მადლიანი კალთა. სიტყვა ურთიერთობაც ერთი იმათაგანია და მერე რა დავუცვი, რადგან სრულიად გამორიცხავს მარტოკაცად ყოფნას. ის ხომ სულ ცოტა ორი ადამიანის ერთად დგომას მოითხოვს, რომელთაგან ერთი მთქმელი, მეორე კი გამგონია და მაინც ცალ-ცალკე დგანან, ვიდრე ქართული სიტყვა არ მოევლინება დამაკავშირებლად და მისი წყალობით ერთმანეთამდე მიიტანენ სხეულში ჩამყუდროებული, მაგრამ მაინც მყუდროება დარღვეული სულის ტკივილს. ეს საოცარი უნარი კი ქართული სიტყვის ძალა და მადლია. სახარება გვეუბნება. პირველად იყო სიტყვა არს ღმერთი და ისიც გიმონებს, როგორც არავინ და არასდროს. მერე კი ბუდის ფიქრი ნამივით ჩაწვეთებული, ყისიერად მოვლენილი და მიჩუმათებული, მაგრამ დროებით, რათა მერე უფრო იწლავოს, მარტოყოფნა აღარ მოვიდეს, სხვებთან გაზიარება ითხოვოს. და შენც შეუდგები იმ მეორე ადამიანის ძებნას, სმენელის, კითხვებს. ალბათ ასე იბადება გაზეთზე ფიქრი, რომელიც უთუოდ კითხვებზე ფიქრით იწყება, რადგან ხომ უნდა იცოდეს, ვისთვის წერ, ვისთვის გამოსცემ, ვისთან გინდა მიიტანო შენი სათქმელი, რა უნდა შემკითხოს, რომ წაიკითხოს, რასელის შენგან. და ეს ყველაფერი შესანიშნავად იცოდა ადამიანმა, რომლის ინტელექტი და პროფესიონალიზმი ათასობის კითხვებისათვის ერთ იდუმალ და საინტერესო საქმესთან ასოცირდა და რომელსაც რედაქტორი ეწოდა. ბატონი გივი ცერაძე გორის კოლორიტი იყო. ადამიანი, რომელსაც კაცურკაცობის მაგალითად მიიხსენიებდნენ ხოლმე სუფრასთან, საკუთარი ქალაქის სიყვარულით მთვრალი გორელი ბიჭები და სიკეთის ეტალონად მიჩნეულ ბატონ ტრიფონ გამსახურდიას გვერდით ადღეგრძელებდნენ, როგორც პატიოსნებისა და თავმდაბლობის სიმბოლოს. მართლაც ძალზე ღირსეული და პრინციპული უნდა იყო ადამიანი, რომ ცხოვრების 78 წელი ისე გალიო, საკუთარი მხრებით ატარო ურთულეს მოვლენათა სიმძიმე. სული დარდო ძარსული, იფიქრო აწმყოზე და იზრუნო მომავალზე. იცხოვრო ქვეყანაში, სადაც პატიოსნება და სიდინჯებს ფასი დაკარგა და მაინც დარჩე კაცურ კაცად, შეულახავი ავტორიტეტის შეინარჩუნა, ისეთი, რომ ძვირი არავის ეთქმოდეს. მისთვისაც არ უნდა გეკითხათ, ჩემს პატარა ქალაქში, ვინ არის გივი ცერაძეო, უყოფმანოდ გიპასუხებდა, კაციაო კაცად საქები. და თუ ამ კაცურ კაცობის სათავესაც მოიძიებდი, უთუოდ მის წინაპრებთან, უპირველესად კი მის მამასთან, ანდრო ცერაძესთან მეგიყვანდა, რადგან თავისი ქვეყნის წინაშე უაღრესად მართალი კაცი იყო იგი, ქალაქის მშველებას რომ უწოდებდნენ თანამედროვენი. ოქროს ხელიც ჰქონდა. მამაკაცის ტანსაცმლის უბადლო მკერავად ითვლებოდა და რა გასაკვირია, თუ მის ოჯახს გამორჩეულად ეცვა. იმ ბედნიერი ბავშვობიდან ბატონი გივის მეხსიერებას ყველაზე მკაფიო მოგონებას მამის ნაჩუქარი უცხოური ველოსიპედი შემორჩა და თანატოლების ხალისიანი, ბედნიერი სახეები ამ ველოსიპედს რომ დააქროლებდნენ გორის ქუჩებში. მაგრამ ცხოვრება ხანდახან ისე რყნის ხალას უბოროტო გულს, რომ უმანკო ბავშვისაგან რატომღაც ღრძო, მიჭვნეულ პიროვნებას აყალიბებს, რომლის გულს შავი აჩრდილივით ეპარება შური, სიკეთის, სიხარულის მესაფლავე. ადამიანთა მოდგმის ამ მსახრალი ნაკლის მსხვერპლი გახდა ცერაძეების ოჯახი და 1927 წელს ანდრო ცერაძე ყველას გასაოცრად ხალხის მტრად გამოცხადდა. წლების განმავლობაში ამაოდ ცდილობდა ბატონი გივის დედა ალექსანდრა გურგენიძე მეუღლის სიმართლეში დაეწმუნებინა ქვეყნის მესვეურნი.
წლების განმავლობაში საოცარი გრძნობით უმზადებდა ამანათებს მეუღლეს და უსინდისოდ ისაკუთრებდნენ ობლების ლუკმას ციხის ზედამხედველები. სიმართლეს კი არქივის ბნელ და ნესტიან საცავებში ცოდვით დამძიმებულ ფურცლებზე ეძინა და ისე განერიდა სააქაოს ბატონი გივი, რომ ბოლომდე იმ ცნობის ჯეროდა, რომელიც მამის სიკვდილს ციმბირში დაპატიმრებიდან წლების შემდეგ აუწყებდა. ანდრო ცერაძე კი 1927 წელს დაპატიმრებიდან ერთ თვეში დახვრიტეს. ასე გაყო ავად სახსენებელმა 37 წელმა გივი ცერაძის ბავშვობა ორად და ბედნიერ დღეებს ის მძიმე წლები მოაყოლა, რომლებიც უძიროსებდა ჩასახდნენ მის თვალებში. თუმცა ამ დაღმა კიდევ არაერთხელ იჩინა თან. რეპრესირებული ოჯახის შვილს რეჟიმი დიდად არ ანეპირებდა და ერთადერთი, რაც შეუცვლელს ხდიდა გივი ცერაძის როგორც რედაქტორის მოღვაწეობას, მისი მაღალი პროფესიონალიზმი და შეუვალი ავტორიტეტი იყო. ეს განუმეორებელი ღირსებები კი უთუოდ მის ერთ-ერთ გამორჩეულ თვისებას, ცოდნის მიღების დაუუკებელ წყურვილს უკავშირდებოდა და ისიც ერთგულად მიუყვებოდა სწავლის ძირმწარე გზას, რომელმაც უტკბილესი ნაყოფი გამოიღო. ჯერ გორის მესამე საშუალო სკოლა დაამთავრა წარჩინებით, შემდეგ პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი. თუმცა სტუდენტობის წლები მეორე მსოფლიო ომს დაემთხვა და გივი ცერაძემაც სწავლასთან ერთად ფიზიკური შრომაც გაითავისა, რათა ოჯახისათვის უკმაყური არ მოეკლო. ინსტიტუტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ ასპირანტურაში აპირებდა სწავლის გაგრძელებას, მაგრამ ოჯახური პირობების გამო იძულებული გახდა კასპის რაიონში წასულიყო ისტორიის მასწავლებლად. ისტორია მისი დიდი თაყვანისცემის საგანი იყო და საუკეთესო მცოდნებაც ითვლებოდა, რაშიც დიდ სამსახურს უბადლო მეხსიერებაც უწევდა და მისი ცხოვრების ერთგული თანამგზავრი წიგნიც, რადგან სწამდა, კითხვა ზიარებაა, ჯადოსნური გასაღებია, რომელიც ჩვენივე სიღრმეში იმ სავანეთა კარს გვიხსნის, სადაც თავად ვერ შევძლებდით შეღწევას. და რა გასაკვირია, რომ ბატონი გივისათვის ყველაზე დიდ ფასეულობას სწორედ მისი ბიბლიოთეკა წარმოადგენდა, მართლაც უნიკალური წიგნებით, განსაკუთრებით კი ქართული ენისა და ლიტერატურის შესახებ. წიგნის დიდი ტრფიალი იყო და თავის მოსწავლეებსაც წიგნი დაავადებდა. როცა 1947-62 წლებში გორის ვაჟთა პირველ, მეორე და რკინიგზის საშუალო სკოლებში მუშაობდა მასწავლებლად. ამ წლებმა მასაც ბევრი რამ მისცა და უპირველეს ყოვლისა პლუტარქის სიბრძნეში დაარწმუნა. მოსწავლე არ არის ჭურჭელი, რომელიც უნდა აივსოს, იგი ჩირაღდანია, რომელიც უნდა აირთოს. და ბატონმა გივიმ შეძლო ისე აელვარებინა ეს ჩირაღდნები, რომ მათი 10 მრავალი წლის შემდეგ ის უკვე მეგობრად ქცეულ მოსწავლეთა სულებში განუმეორებელ შოკს იძლევა. მე მგონი თქვენ დამემოწევით ჩემო მეგობრებო, რომ ქართლი გორი მით უმეტეს ჩვენი ქალაქი ყოველთვის იყო პედაგოგთა სამჭედლო. აქ არსებობდა პედაგოგიური სასწავლებელი, ჯერ გახსოვთ ეს საოსტატო სემინარია, თვითონ დიდი ვაჟა-ფშაველაცი გორში სწავლობდა. მერე მისი პედაგოგები იყო ნიკოლო მაური, სოფრონ გალობლიშვილი თუ არა ვცდები და მრავალი შესანიშნავი ქართველი ხალხოსანი, მოღვაწე, მწერალი, პოეტი და ამ ტრადიციების გამგზელებელი ალბათ იყვნენ ჩვენი პედაგოგებიც. რა თქმა უნდა, ყველას ვერ ჩამოვთვლით, ჩემო მეგობრებო, მაგრამ მათ შორის ერთ-ერთი საუკეთესო და საუცხოო მოქალაქე, თუ შეიძლება ითქვას, აი დიდი ასოებით რომ დაიწეროს მოქალაქე იყო ჩვენი უსაყვარლესი ბატონი გივი ცერაძე. გივი ცერაძე მე კარგად მახსოვს, მისი ოჯახი დედაჩემთან და მიდაჩემთან მოგობრობდნენ, თუმცა მამამისი ყოფილა თერძი და ძალიან ისეთი არაჩვეულებრივი თავდაბალი პიროვნება იყო და იმის ოჯახში შესანიშნავი თაობა გაიზარდა, ახალი თაობა გაიზარდა და თვითონ ბატონი გივი მამაჩემის ნამოწაფარი იყო. რამან კვალიაშვილის ნამოწაფარი იყო და ყოველთვის რაღაცა ისეთი თითქოს მემკვიდრეობა გადმოვიდა მამაჩემისგან გივისზე, გივისგან ჩვენზე, ჩემზე, თქვენზე ყველაზე და მე მახსოვს უყურეს არ მახსოვს სადმე გინდა ჩემ ზელოსთან, გინდა შენთან, ჩემ უნუგზარ, გინდა ჩემ ლერისთან და ჩვენთოს ბატონი გივი რო არა ყოფილიყო, როგორც ჩვენი მეგობარი. და ყოველთვის მოწიწებით ხვდებოდით ხოლმე და მახსოვს რომ ბატონმა გივიმ ჩვენ ახლო მიგვიყვანა, მიგვიშვა თავისთან და
გაგვიხდა მეგობარი გაგვიხდა ეს კაცი. ყოველთვის მოწიწებით ვექცეოდი ჩვენ. ყურადღებას იპყრობდა თავისი ქართულით, უზადო ქართულით, უზადო მწოდნე იყო ისტორიისა, თავის საგნისა. კარგად მახსოვს, როდესაც ის რომელიმე გაკუთოს რო გვიყვებოდა, დამატებით ლიტერატურას მოიშველიებდა ხოლმე და გვეტყოდა, აი ამ წიგნში წაიკითხოთ, დავუშვათ ნაპოლეონზე როგორ ელაპარაკებოდი, ტარლეზე მოგვითედა და ასე, მარშლებიც და ზეპირად, რას არ მოგვიყვებოდა, ეს იყო საუცხოო პიროვნება. არაჩვენო ქართველი, დიდი მეოჯახე, არ მახსოვს სადმე, როდესაც იგი რედაქტორი იყო და გახსოვთ შემონუგზარ, როდესაც ბიუროს წევრი იყო ხოლმე, პარტიის რაიონის ბიუროს წევრი იყო თუ საქალაქო კომიტეტისა, რომ ბატონ გივის მისთვის რაიმე ზედმეტი რამე ეთქვას, იმის საქმე ყველას დამცველი იყო. ყველას დამცველი, გაზეთში და ყველგან და ყველას გულშემატკივარი იყო. ღმერთმა აცხონოს და ნაცერშაპყრობის იმის სახელი 80 წელი შესრულებია ბატონ აზერბაიჯანიდან და ღმერთმა სულ სანთანათებული ყოფილიყო იმის საფლავთან და ნაცერშაპყრობის ღმერთმა და ჩემთან სულ ბედნიერად რომ იმ ქვეყანაში დავიბადე, იმ ქალაქში დავიბადე, სადაც გივიცერდა დაიბადე. აი მე მაყევი მოგეთ. იმან მასალა ყველაფერი. აი სრულყურები სუფრაზე ხო შეაფიღა სუფრაზე ერთად ძალიან ხშირად. აი ყველაფერს ვაგვიდებოდ რაღაცა მესწავლა. საუცხოო კაცი იყო, განათლებით გინა, ზილობით გინა. ზედმეტი არ წამოსწებოდა. რა ვიცი, ხანდახან მე წამოსწერებო ჩვენ. არა, ჩვენ ხო მეგობრები ვართ, ათე რატომ მიხდიბოდის? აი უცნაური სიყვარული იყო და თუ შეგიყვარებდა, მართლა შეგიყვარებდა. მადლობა იმას, რომ ჩემი მასობელი იყო და ერთმა გაანაცვლოს ის საუკეთესო კაცი. დიდილი ესა აქვს ერთგან ესე კაცი ორი სიცოცხლით უნდა ცხოვრობდეს, არა? ორი. მე მგონი ბატონმა გივი მიცხოვრა ისიც ორი სიცოცხლით. ერთი აქვეყნიური. იქაც ცოცხლობს, იმიტომ იმდენად სიყვარულია ჩვენ ქალაქში გივის პიროვნების მიმართ. მე ბედნიერი ვარ, ერთით მონაწილე ვარ იმ გივის გაძილებისა. ის მართა ავშული კვალი და დატოვა ჩვენს სერვაში. მე ასე ვფიქრობ, თუ ჩვენმა თაობამ რაღაცა შევქმნით ჩვენი ახლობლებისათვის. ეს გივის დიდი დამსახურება იყო, რამე თუ ის იყო დიდი მაგალითი ჩვენი კაცობისთვის. ერთ ფაქტს გავავლევ კიდევ მოიშველიებ, როცა ჩვენ საშუალო სკოლა დავამთავრეთ 2014 წელს. 2014 წელში დავამთავრეთ საშუალო სკოლა 26-მა ბავშვმა. 26-დან 24-მა მივიღეთ უმაღლეს განათლება. ამას ყოველთვის სიამაყის დობით აცხადებდა ხოლმე და ძალიან ბევრჯერ მახსენებდა ხოლმე. ერთ კიდე რა იყო? აი ჩემი ოჯახისათვის ჭირისა და ხილის მოზერა იყო ყოველთვის. ერთხელ ქონდა რაღაცა შემთხვევა, რაღაცა ეწყინა ჩემგან. არ მახსოვს მესხეთ თუ მერვე კლასში ვიყავ თუ რაღაცა. ხოდა მე ეთყო ვერ გავითვალე. აი მე ფიცავად აი ჩემს კაცობას. ნუ აი ბაპადრა ბავშვი ფინიას არის დავდებდი უკან და სადაც დავინახავდი და გვერდზე ახლოს ყოფილიყავ, ამით მე გავამესყიდავდი. სხვა შორის ჩემ მეგობარი ლერტოვი შეიძლება არის ხოლმე თამადად. ხოდა გივის სახელმწიფოს მოძიწებით ახსენებს ხოლმე და ყოველთვის ასე ამბობს სადღეძელოს ასე მართლებს რომ გორში ყავდა ორი დიდი კაცი ტრიფონ გამსახურდია და გივის ცერაზე ერთად ახსენებს ხოლმე ერთად უთით ხოლმე როცვას იქვეყნა მახსოვს როცა ჩვენს მეგობრებზე საუბრობთ ხოლმე ჩვენ სკოლის მოსწავლეების მეგობრებზე ხოდა ვაღაშავდეთ თქვა ახასიათებდით აი ეს კაი კაცი ეს კაი გოგო იყო ეს კაი ბიჭი იყო ეს ხოდა მისვენა მე თქო ხო იცით რატო ის კაი კაცი იმიტომ საქართველოს ისტორიას კარგად სწავლობდა უზომოდ უარ იყო შეყოლები თავის საგანზე და მე ბედნიერი კაცი ვარ მიგვაგებით მაინც რომ სკოლიდან ესტაფეტა ჩვენს მეუღლეს გადასცა საგანში კი ჩვენ მეუღლემ გააგრძელებინა სკოლაში მუშაობა ისტორიის სწავლების და შეიძლება ზოგ გაუკვირდეს მეგობარი როგორ იყო გივი ჩვენი მაგრამ შეიძლება მეგობარზე მოგიწევო კაცო საავადმყოფოში ვიყეთ ერთი 10 დღე უბრალოდ ეგამიდეს არც ერთი დღე არ გასულა რომ სულოს გივი ყოველ დღე მოდიოდა რაღაც სასწაული იყო აი რაღაცა მიდიოდა ხან არ იყო მეუღლე რაღაცა მე მითხარი მე ჩქმებოდა მითხარი მე მითხარი როგორ გეტყვით მე როგორ გეკეთებათ
სასწაული კაცი იყო, სასწაული. მე ხო არ შემხოდრია 70 წელზე გავხდი სხვადასხვა და დიდი ცხოვრება გავიარე. ყველანაირი ხალხი მინახია, მაგრამ მე ესეთი კაცი არ მინახია. პატრიოტიზმის განსახიერება, ერთგული, თბილი და აი ყოველთვის მორიდებული მაინც, ყოველთვის მორიდებული მაინც. ერთხანობას მე დავიწყე სვანური ქუდის დახურება და მე ხურა ხომ სვანური ქუდი და სახში დამის ხელშეკროს სვანიანი ხო და ესე მოვდი ხომ თუ კი ჩემ მასწავლებელს გივის ახურია მე მაგალითს ვიღებდი კაცო გივის სვანური ქუდი და არაჩვენე რა თქვა იმისა და არ არსებობდა არამე რომ ხან თუ წამოვიგდი ან მამა ჩემთან წარმომედგინა აწყალი 75 გარდაიცვალა და მე ბატონი გივი იმიტომ რომ რაღაც კაცობის ეტალონი იყო ბატონი გივი არ აშლებოდა როდოს არაფერი ხალხთან მეგობართან პატარასთან ეს იყო საოცარი პიროვნება მე მის ცხოვრებაში გაზეთი შემოვიდა და გივიცერაძე სამუდამოდ დაუკავშირდა ჟურნალისტის რთულ და უაღრესად საინტერესო პროფესიას გორისა და გორის რაიონის მაშინ ერთადერთი ბეჭდვითი ორგანოს გაზეთ გამარჯვებით ხოლო შემდეგ გაზეთ გორის რედაქტორის ამპლუაში გაზეთი კვირაში 3 ჯერ გამოდიოდა 22,000-იანი ტირაჟით ყველა გორელისათვის საყვარელი და ხელმისაწვდომი იყო დაიწყო ტკბილმწარე დღეები აღმართები და დაღმართები ყოველდღიური ავტორთა ბედიღბლის გამგებელი ფუსფუსი უსიტყვო ყურადღებიანი კეთილმოსურნე დამოკიდებულება ყველას მიმართ და ერთმიხდად შეკრული კოლექტივი და გაჩნდა სასწორი ჟურნალისტური სიმართლისა და პატრიოტიზმის შემფასებელი ყოველი აზრისა და სიტყვის ამწული რადგან აზრები ხომ მათი გამომხატველი სიტყვების მიხედვით იცვლებიან აზრები კი არ ანიჭებენ სიტყვებს ღირსებას არამედ სიტყვები აზრებს ასე იმარჯვებდა გამარჯვება მართალი სიტყვისათვის ბრძოლაში ასე მიითვალა სიტყვებთან და აზრებთან ჭიდილმა 30 წელი ჩაუხრელი შრომაც დაფასდა საპატიო ნიშნის ორდენით მედლებითა და სიკელებით მაგრამ ვითომ სათანადოდ თუმცა საფასურს ხომ არასოდეს ეძიებდა და იმას რაც ადამიანურად ღმერთისაგან მევალება რომ ვაკეთო რა ქებადიდება უნდაო ამბობდა ეს მისი ხასიათი საკუთარი თავისადმი ზედმეტად მკაცრი დამოკიდებულება იყო ცხოვრებამდე ბევრი მიხდა ხამონებია მაგრამ თავს მაინც ბედნიერ ადამიანად თვლი იმიტომ რომ უამრავ კარგ ადამიანს ღირსეულ ადამიანს შემახვედრა ერთ-ერთი ასეთი იყო ბატონი გივიცერაძე პირველად როცა რედაქციაში მივედი პირველივე წუთებიდანვე ვიგრძენი მისადმი შიში მოკრძალება და მოწიწება შიშ ხაზგასმით ვამბობ იმიტომ რომ მე შინოდა რაღაცნაირად ხა პატარა ვიყავი და ეს ბუმბერაზი კაცი ფიზიკურადაც ბუმბერაზი იყო არამედ და სულიერადაც დიდი თანამდებობა ჰქონდა მაშინ ძალიან დიდი თანამდებობა ითვლებოდა გაზეთის რედაქტორობა და რომ პირისპირ შევხვდი და რომ დამელაპარაკა რომ გამესაუბრა რაღაცა წერილი მიტანი აღარ მახსოვს პატარა ინფორმაცია იყო და მითხრა შენ რა ხელმწერალი ყოფილიყარო მე რა თქმა უნდა შევწვდი ცოტა რაღაცნაირად გავხდი მაგრამ მაინც კმაყოფილი დავჭი ამ შეხვედრით იმიტომ რომ ამ ხელად კაცი გავიცანი შემდეგ მომიწია მასთან ურთიერთობა თანამშრომელი ვიყავი მუშაობდი მასთან 8 წელი და ამ ხნის განმავლობაში იმდენი სიყვარული და პატივისცემა ვიქცენი მისგან რომ შიში სადღაც ნამდვილად დამეკარგა მხოლოდ და მხოლოდ დღემდე რაც მომდეთ ეს არის მოწიწება მოკრძალება და პატივისცემა ახალს არ ვიტყვი რომ უწესიერესი კაცი იყო უპატიოსნესი კაცი იყო მაგრამ განსაკუთრებით მინდა ხაზი გაუსვა იმას როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ბავშვებთან ჩემი შვილი პირდაპირ და გადატანითი მნიშვნელობით იმის კალთაში გაიზარდა და ეხლა ძალიან ხშირად თუმცა ვესაუბრები ვეუბნები ხოლმე რომ შენ ისეთი ადამიანების გვერდით ხარ გაზრდილი უფლება არ აქვს შეცდომა დაუშვა უფლება არ აქვს სხვანაირად იცხოვრა აი კარგი უნდა იყო აუცილებლად ამას იმიტომ ვეუბნები რომ ცხოვრებაში ის გაანებივრა ცხოვრება მიმით მართალია თქვა ობოლი იყო მაგრამ გაანებივრა იმით რომ ასეთი დიდებული ადამიანების გვერდით ცხოვრობდა ბატონი გივიცერაძე არაჩვეულებრივი პიროვნება იყო მაგრამ მაინც როგორც აღნიშნეთ ნუ რაღაცა მოწიწებას გრძნობდით და
გვიან როცა გაზეთი გვიან თავდებოდა ხოლმე 2-3 საათზე ხშირად მორჩენილა გაზეთი და მაგიდაზე ჩასწინებია როგორღაც მარტო შალვას ჰქონდა იმის უფლება ჩემს ჰქონდა შეპაკუნებული ასე ვთქვათ და შეუშვებდით ხოლმე და იმას ვავიძებინებდით გვერდებს. ნუ გაზეთის შემდეგ სამწუხაროდ როცა აიძულია ყველაფერი ეუნული მოძრაობა წინა პლანზე გადმოიწია, მაშინ გაზეთი აი სრულად მისდევდა, ნაბიჯ მისდევდა ამ მოვლენებს და ამის შემდეგ მე უკვე შესთავაზეს ბატონგირის რომ გაზეთი გამხდარიყო თავრობის სამთავრობო ორგანო. მაგრამ ეს რატომღაც აღარ ისურვა, არ უნდოდა იმან უკვე ეცოდა თავისუფლების ფასი, ჩემი აზრით უკვე გაიგო ეს გაიცნობიერა და აღარ უნდოდა რომ ეს გაზეთი ყოფილიყო სამთავრობო. და შემდეგ უკვე როგორც ჩვეულებრივ ვერ უძლებს კონკურენციას ვერ გაუძლო, იმიტომ რომ სოციალური ფონი იყო რთული, გასაღების ფაქტორი ფაქტიურად გამორიცხული იყო, რომ გაზეთი გასაღებულიყო და შეწყვეტა გაზეთმა არსებობა. იმოდენად უანგარო და იმდენად წესიერი და პატრიოტიანი კაცი იყო ხშირად მიფიქრია რომ აი ხომ არ მალავდა და ხომ არ ინიღბებოდა ამის უკან რაღაცა იმდენად წესიერი იყო. მაგრამ როგორც იცით რაღაც ცხოვრება გამოვიდა და გორში ალბათ ორ კაცს ვერ შეხვდებით რომ თქვას რომ ორს კი არა ვერც ერთს ვერ შეხვდებით თქვას რომ ის იმას თუნდაც ან ადამიანობაში შეეშალა რაღაცა ან თანამშრომელთან შეეშალა რაღაცა ან თუნდაც მეკთან იყო ან წესოდი ცხოვრება ასეთი რამ არ არსებობს ფაქტიურად გამორიცხული. ნუ დასანანია რომ ასეთი ადამიანები სტუმრობენ ჩვენს ქალაქს მიდიან და სამაყოა რომ მაგალითად გრჩება ეს ყველაფერი მაგალითად გრჩება იმათი ცხოვრება როგორც იმათი ცხოვრეს. მე მაგალითად მადლობელი ვარ კიდევ მეორე ღმერთის რომ აი ამნაირ ადამიანებთან მომიწია ურთიერთობა. დიდი დამსახურების მიუხედავად ხომ ყოველთვის უბრალო, ყოველგვარი პატივმოყვარეობისაგან თავისუფალი პიროვნების ცხოვრებით ცხოვრობდა. იოლად არ არის დაიახლოვებდა, მით უმეტეს ლაქუცა მეხოთბეებს. მისი კრისტალური სული ჩრდილში ყოფნას ამჯობინებდა, თუმცა ჩრდილში დგომას სხვას არასოდეს არც უსურვებდა და არც მოუწონებდა. ბატონგირის ბევრი რამის გახსენება შეიძლება. ბატონგირი იყო რეპრესირებული ოჯახის შვილი. შემთხვევით მოყოლილი აქვს, როგორ მიიტანეს სკოლაში ამბავი, რომ მამამისი მიყავდათ სადგურზე, უნდა გადაესახლებინათ. უკვე და მაშინაც კი ღელავდა ხო, როცა ამას ყვავდა, როგორ გამოარდა სკოლი და როგორ აედევნა იმ კოლონას, იმ უბედურ ხალხს, რომელიც სადგურზე მიყავდათ და როგორ დაინახა იქ მამა უკანასკნელთ ამ პატარა ბიჭმა. დიდი ტკივილები გადაიტანა, დიდი ვარტყავლებით მოფენილი გზა არ გაუულია ბატონგირის და თუ რამეს მიაღწია თავისი კაცობით, თავისი ნიჭიერებით, თავისი დიდი მოქალაქეობით მიაღწია და მიუხედავად ამდენი გაჭირვებისა ეს საოცარი კაცი მაინც არ გაბოროტებულა. ძალიან უყვარდა თავის ქვეყანა, თავის ხალხი, თავის ადამიანები და თუ ვინმე თვალში არ მოსდიოდა, ის ნამდვილად დამსახურებლად არ მოსდიოდა, ის არც დღეს არ უყვარს ხალხს. ბატონგირი როგორც ვიცით გაზეთის რედაქტორი იყო 10 წლეულების განმავლობაში. ჩვენ ერთად მუშაობდით 90-იან წლებში უკვე. ამ ბოლო წლებში და მოწვევა იმისა ამ კაცმა თავისი მხრებით როგორ ზდიდა თითქმის მარტოდ, რომ ეს გაზეთი არ წაქცეულიყო და არ დარღვეულიყო მისი პერიოდულობა. ძალიან მძიმე წლები გავიარე, ძალიან ძნელი იყო, ყველაფერი ჭირდა, ყველაფერი და მაგრამ ეს გაზეთი ვიდრე პირში სული ედგა, მაინც არსება აცოცხლა და საერთოდ მთელი ეს წლების განმავლობაში, ასეულების განმავლობაში გამოცემული გაზეთი გამარჯვება და გორი, რომლის რედაქტორიც ბატონგირი ბრძანდებოდა, ის ტომეულები, რომელიც აკინძულია და ასაკინძი მასალები, რომლებიც ასაკინძი გაზეთები, რომელიც დღეს დაცულია ყოფილ რედაქციაში, ალბათ არის ჩვენი ქალაქის, ჩვენი რეგიონის, ჩვენი ქართლის ბიოგრაფია. მიუხედავად იმ იდეოლოგიისა, იქ რა იყო მოსაწონი და რა არ იყო მოსაწონი, მაინც ამას გამოსდილი და პატიოსანი და ერთგული ხელი მართავდა ბატონგირის სახით და ამდენად იქ არის ძალიან ბევრი საინტერესო მასალა, რომელიც დაინტერესებულ
ადამიანებს გაუმხელს და მოუთხრობს იმის შესახებ, როგორ ცხოვრობდა ჩვენი ქალაქი, ჩვენი ხალხი აი იმ წლებში. ბატონი მე ახლა რასაც ვიტყვი, ამის წინააღმდეგი პირველ რიგში ბატონი გივი იქნებოდა. მე დიდი სურვილია ჩემი რომ მის სახლს უნდა გაკეთდეს მემორიალური დაფა. გარდა ამისა, უნდა რომელიმე ქუჩას დაერქოს ალბათ ბატონი გივის სახელი. ეს იმიტომ არა რომ გარდაცვლილებს არაფერი აღარ ჭირდება ჩვენგან. ჩვენ გვჭირდება იმათი სახელი, ჩვენ შთამომავლებს ჭირდება, ჩვენ ახალგაზრდებს ჭირდებათ რომ იცოდნენ ვინ იყო, ვინ დადიოდა ამ ქალაქში. ვის უნასცენ პატივი და ვიზე უნდა ქონდეთ ორიენტირი აღებული. ბატონი გივის სახელი მისი სისხლი, მისი ხსოვნა რა თქმა უნდა გაგრძელდება მის ოჯახში, მაგრამ გაგრძელდება აგრეთვე მის მოქალაქეებში. და ჩვენ მოვალენი ვართ რომ არ დავივიწყოთ და მისი ცხოვრება, მისი კაცური კაცობა მაგალითად დაუსახოთ იმას, ვინც ხვალზე უნდა მოვიდეს და ეს ქვეყანა უნდა მართოს. და კიდევ ხალასი გულით შეეძლო სხვისი წარმატებით გახარება. შური შორს იყო მისგან. ადამიანური სისუსტის ამ გამოვლენებას ხომ ბავშვობიდან ვერ ეგუებოდა. თავისი ტანჯვის სათავედ მიაჩნდა. მაგრამ ალბათ ამაოდ არ უთქვამს ბრძენს. იქ სადაც ტანჯვის ნაკვალევია, იმავე ხმულში ამოფრწყინდება ხოლმე შვენიერება. ანუ ამ გადაცემას კაცი რომელიც დააყდა ქალაქს ქვია და კარგადაც არის შერჩეული სახელწოდება, მაგრამ ვაი რომ ხანდახან ზოგი ისეთი ადამიანი მიდის ამ ქვეყნიდან რომ ქალაქს კი არა ქვეყანასაც აკლდება. აი ასეთი კაცი იყო სწორად ბატონი გივი წერაზე, ვის შესახებაც მინდა ორი სიტყვა ვთქვა. ახლა დღეს მარტო ახალი ეპოქა კი არ დადგა, ახალი საუკუნე ჩამოდგა. ხალხი მიდის სისხლში მუდმივი არაფერია, რა თქმა უნდა და აი ერთადერთი რაც მუდმივია, ეს არის სახელი თუ კი აი ამ კაცმა ამ ქვეყანაზე დატოვა. გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან მოკიდებული ჩვენი ქალაქის საზოგადოებრივ, პოლიტიკურ, კულტურულ ცხოვრებაში გივი წერაძის სახელი აქტიურად გაისმოდა. იგი გაზეთ გამარჯვებაში, სადაც მან მთელი მეოთხე საუკუნეზე მეტი დაჰყო, გაზეთ ზარია ვოსტოკიდან მოვიდა, ეს გაზეთი მაშინდელი ცენტრალური კომიტეტის ორგანო იყო, რუსულენოვანი გაზეთია და მოხდა ისე რომ გივი ამ გაზეთიდან წავიდა და მე ამ გაზეთში ზარია ვოსტოკაში მივედი. ეხლა გივი გამარჯვებაში რომ მოვიდა, სარიელ ადგილზე არ მოსულა. მას იქ შესანიშნავი წინამორბედი ჰყავდა. ბატონი შოთა მახარობლიძე, წერალი, დრამატურგი, ჟურნალისტი. მაშინ შოთა ბატონი წაიყვანეს სხვა სამსახურში უფრო მაღალში და გივი ამ კოლექტივის ხელმძღვანელი გახდა. თვითონ თავად კოლექტივი იყო შესანიშნავი. ბრანდლის თუნდაც ქალბატონი დარე ჯანხარელის, ქალბატონი ლალი ჭანყოდაძის სახელების ხსენებაც კი. ეს ის ხალხი იყო, ვისაც შეიძლებოდა დაყრდნობა და გივი მათი სახით ერთგული თანაშემწეები შეიძინა. გივის რა თქმა უნდა ხელსაც უწყობდნენ მისი კოლექტივის თანამშრომლები და ხელს უშლიდნენ ძლიერნი ამა ქვეყნისანი. გიწოდა ზომიერად გრძნობიერი კაცი იყო და ყველა შენიშნას ხანდახან არაპირდაპირსაც კი რომელიც გაზეთისკენ წამოვიდა თავისი ხასიათებისა გამო გულში გაიტარებდა ხოლმე. ყველაზე უმნიშვნელო მინიშნებას საყოველთაოს გულში ატარებდა. ახლა გულსაც მე რა შეუძლია ბევრი თუ გულადო კუჯავას დაუჯერებ, 9 გრამია და
როდემდე შეუძლია ზიდოს ამდენი უსამართლობა ბევრი ხდებოდა. უსამართლობა როგორც ეს ყველა ფორმაციაში ხდება. ამიტომ რა თქმა უნდა ეს ნერვიული დრო იყო და ვისაც როგორც ყველა რედაქტორს გივისაც ხდებოდა ხოლმე ეს ნერვიული ტალღები მის ბუნებამდეც აღწევდა. მაგრამ გივის სამაგიერო ისეთი ოაზისი ჰქონდა, რომელსაც ბარეორი ვერ ინატრებდა. ეს იყო მისი ოჯახი. დაღლილი, დაქანცული, ხანძგაწყვეტილი ხანდახან, აღელვებული, რანერვიანებული დაბრუნდებოდა ოჯახში და ყველაფერი არის სადილზე. ორი პაცია ფერია იზრდებოდა იმ ოჯახში, დოგონები ქეთია და ნანა და ბიჭი. ცერაძე გივი ბატონი ამ გოგოებზე ჭკუას კარგავდა. მაგრამ მე მეჩვენებოდა ხოლმე რომ აი ბიჭი განსაკუთრებითაც რომ უყვარდა კიდევ რაღაცა მისხალებით მეტი, იმიტომ რომ ამ ანდროს, ბატონ ანდროს დაკისრებული ქონდა დიდი პასუხისმგებლობა ცერაძეების გვარის გაგრძელება და ეტყობა გივი მაგის მაგრამ სწორედ ამ ანდროს ეპრობოდა ხოლმე ცოტა მკაცრად. გივის ყავდა ძალიან კარგი მეგობრები. იმ მეგობრებს რა თქმა უნდა გივის სახით ღმერთი ყავდათ, მაგრამ გივის ეს მეგობრები ძალიან უყვარდა და აფასებდა. რომელიც ჩამოყალიბდა გიორგი მახარაშვილი უნდა თქვა უცილებლად. ვანო სოსანიძე ბოდიშვილი გივი სოსანიძე ლერი რაზმაძე, ხლა უბრალოდ მე შენია რაღაცები არ გამომჩნდნენ და აღარ გავაგზავნე მათ ჩამოთვლას, მაგრამ რომ არ თქვა ერთი ასეირები არის ართადი ლობჟანიძე. მე მგონი ეგენი რამდენადაც მახსოვს ჯუჯუნტეების კი იყვნენ. ერთი ჯუჯუ ქონდა ნაწოვი. და საოცარი ის არის რომ ამ ერთი ჯუჯუდან ნაწოვი, ერთი გახდა ციგნის კაცი, მეორე გახდა სუფრის კაცი. ერთი გახდა რედაქტორი, მეორე გახდა თამადა, თანაც შეუცვლელი თამადა. თუმცა ბუნებასაც ხანახან ხუროყოლობას. რაც გინდა თქვით, მაგრამ ბუნება ბრძენი ვინმეა. როდესაც ადამიანი კვდება და საფლავში უშვებენ, როგორც მე მეჩვენება ხოლმე. ბუნება ასე ფიქრობს, ვინ არის ეს იმ ქვეყანაზე რომ მიდის, რა იყო მისი ცხოვრების არცი, ვის ემსახურებოდა ღმერთს თუ მამონს, უყვარდა თუ ძულდა, სიკეთეს თესავდა თუ ბოროტებას და ამ ყველაფერს ბუნება როგორც ჩანს გაატარებს თავის საცერში, ასე ვთქვათ, ისტორიულ საცერში, თავის წმინდა საცერში და იმის დამიხედვით სახელს გაატანს ან არ გაატანს. ახლა კაცი რომელიც მრუდეგზე დადიოდა, რა თქმა უნდა, რომ ის სახელი ზევი დატოვოს და ამასაც ჩაატანს ხოლმე, მაგრამ აი თუ კაცი მაღალი იდეებით ცხოვრობდა, თუ კაცი მაღალი ზნეობის კაცი იყო, მოყვასი უყვარდა, მტერისკი უყვარდა, როგორც კი იმის სახელს ყოველთვის ზევით დატოვებს. რა თქმა უნდა, ამ სიცოცხლეში არავინ არ არჩება, ყველა მიდის, მაგრამ აი სახელს ამ შემთხვევაში ზევით ტოვებს. ბუნება და სწორადად იქცევა და აი გივი ცერაძის სახელი სწორედ ზევით დატოვა. იმისთვის რომ ადამიანებმა იცოდნენ, ადამიანებს ახსოვდეთ რა არის სიკეთე, რა არის ერთგულება, როგორ უნდა გამოიყურებოდეს ასეთი თვისებებით შემკული კაცი და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი გივი ცერაძეა. გივი ცერაძის სულის მშვენიერება მის კეთილშობილებაში იყო. ადამიანები მისი თანდასწრებით სხვის განკითხვასა და გაკილვას ეკრძალავდნენ. ბატონი გივი ამას არც მოიწონებდა და არც დაიჯერებდა, რადგან ყველა ადამიანში მხოლოდ კარგს ხედავდა. კეთილშობილების ნაყოფი იყო ის თავმდაბლობაც, ქუჩაში მიმალას, უკვე ასაკოვანსაც კი, თუნდაც ბავშვის შეხვედრისას თავის განუყრევს ხანურ ხუთს რომ მოახდევინებდა. სტუმარს შინამდე რომ მიაცილებინებდა. მიცვალებულის პატივისცემას განსაკუთრებული იცოდა. დარსა თუ არ დარში, ფეხით უნდა მიყოლოდა სამუდამო განსასვენებლამდე. ყოველივე ამაში გივი ცერაძის ჭეშმარიტი ქართული ხასიათი გამოსჭრიოდა, რადგან ის სულით ხორცამდე ქართველი, შეუდარებელი პატრიოტი იყო. ამიტომ ღვიოდა მის სულში ის ჭრილობები, რომლებიც არანაირ სალბულს არ ჰგუობდნენ.
ყველაზე ღრმა და მწვავე ამ ჭრილობათაგან სამაჩაბლო და აფხაზეთი იყო. სამაჩაბლო მაინც სხვანაირად ტკიოდა, რადგან მასში მამისეული გენები მძლავრობდნენ და ცხინვალისაკენ ეწეოდნენ, საიდანაც მრავალი წლის წინ მამამისი ჩამოსახლდა გორში და უწინ თავისუფალ დროს სიხარულის სტუმრობდა ხოლმე იქაურობას. ფესვების ძალით ვერ მიეჯაჭვა მეჯრის ხელსაც, რადგან დიდედად სამშობლოსთან ბავშვობის ბედნიერი დღეები აკავშირებდა. ამიტომაც ვერ ელეოდა და ყოველი შესაძლებლობისთანავე უსაყვარლეს ბაღს მიეახლებოდა ხოლმე. თუმცა კარგახნის წინ დაწყებული სახლის მშენებლობის დამთავრება ვერ შეძლო, მაგრამ ამას გამნიშნულობა ჰქონდა, როცა ახლო-მახლო ყველა ოჯახის კარი ღია იყო მისთვის. ყველგან დიდი სიცხე და სიყვარული ხვდებოდა. თვითონაც უშურველად იხარჯებოდა. გასაჭირში ხსნად ევლინებოდა ყველას. სოფელმა იცის სიყვარულის დანახვა და დაფასება. ამიტომ თანასოფლელები ცდილობდნენ ბაღის მოვლისას ხელის წაშველებით მაინც გადაეხადათ ამაგი. ბატონი დილიც ესწრაფოდა, ანკარა წყაროსავი დაწაფებოდა ამ სუფთა ურთიერთობას. ცდილობდა იგივე გრძნობა შვილებსა და შვილიშვილებშიც აღეძრა. ამიტომ მოატარებდა ხოლმე მთელ სოფელს. იქაურობასაც აცნობდა და სამახსოვრო ფოტოებსაც იღებდა. განსაკუთრებით ჩანჩქერთან მიეჩქარებოდა, რომელსაც თავისი ცხოვრების უდიდეს გატაცებას სურვას უკავშირებდა. შორეულ ბედნიერ წლებში ქალაქიდან სტუმრად ჩამოსულ ბავშვებს სოფლელი თანატოლები ერთგვარ გამოცდას უწყობდნენ. იქ, სადაც ჩანჩქერი მორევს ქმნიდა, ფაქის ქალაქელებს ვაჟკაცობაში ცდიდნენ და ასე აღმოჩნდა პატარა გამოუცდელი გივიც მორევში. მაგრამ იყო ჭაღა და თანატოლების პატივისცემაც დაიმსახურა და წყლის შიშიც დაძლია. შემდეგ მთელი ცხოვრება სწორედ მეჯლისხევში ნასწავლი უნაკლო სურვით აუცებდა ყველას. გაგრაში უყვარდა დასვენება და ზღვაში შესულს ხშირად შემოღამებია კიდეც. სწორედ იქ გაიცნო ზვიად გამსახურდიად, რომელიც გვარიანად შეუშფოთებია ახალგაცნობილი ზღვაში გაუჩინარებას. შემდეგ ნავით ზღვაში ღრმად შესულ ზვიადს ნავზე ასვლა უთხოვია გირისაკენ, მაგრამ მას თავაზიანი უარი უთქვამს და შვიდობით მიუღწევია ნაპირისაკენ. სამაჩაბლოსთან ერთად აფხაზეთის უდიდეს ტკივილად გაიყოლა იმქვეყნად. სამწუხაროა, რომ გივის გახსენება უნდა გავიხსენო. უნდა გავიხსენო ეს ადამიანი, რომელიც ძალიან ბევრს ნიშნავდა ჩემთვის. ჩვენ დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს ოჯახებით. ჩვენი მშობლები მეგობრობდნენ. მისი და ჩემთან ერთად სწავლობდა სკოლაში და ერთგვარ დღეს გადავწყვეტეთ, რომ მე ის უნდა მომენახვა. ასე რომ ნათელ მირონი არის ჩვენ შორის და მახსოვს ეს მაშინ რაღაცა ბავშვური ელფერი დაკრავდა ყველაფერს ამას, მაგრამ მამაჩემმა მითხრა, რომ ეს ძალიან სერიოზული ნაბიჯია და ეს უფრო დიდი ნათესაობაა, ვიდრე სისტემის ნათესაობაა. არ დაგავიწყდეს ამას ხუმრობით, ნუ შეხედავთო. მართლაც ასეთ ნათესაობთ ოჯახებით. ის არაჩვეულებრივი დედა ყავდა, არაჩვეულებრივი ქალი იყო. 27 წელში მამა დააბადებდეს მისი და გივის ეს კარგად ახსოვდა ძალიან, ჩვენზე უფროსი იყო გივი, მე თუ არ ვცდები 3-4 წლით. მაგრამ აი თავიდან მე ძალიან ხშირად დავდიოდი მათთან სახლში, ახლოსაც ცხოვრობდი ჩვენთან. არაჩვეულებრივად მორიდებული ვიყავით მასთან. მე არ მახსოვს გივის, როდის მე შენიშვნა გააკეთებინოს იმისთვის. ჩვენ ვაცობდით, რაღაცასაც ვაშავებდით, მაგრამ არასოდეს არ მახსოვს, რომ ერთი შენიშვნა მაინც მოეცა. მაგრამ ისეთი მორიდება, როგორც იმის მქონდა, მე არავისი არ მქონია. ნუ აქ შემოხედულობაში არ ამბავს ჩემი პროცესი მშობლები. განსაკუთრებულად მორიდებული ვიყავი მასთან. ჩვენ დავნაგობრით უფრო გვიან. უფრო გვიან, როდესაც უკვე მოწეფული ხალხი ვიყავით. უნდა გითხრათ, რომ ჩემ საზოგადოებრივ ცხოვრებაში პატარა როლი არ ითამაშა. მე გულში დავუსწავლე სკოლა და სკოლის შემდეგ უკვე უნივერსიტეტში
ერთადერთი რო შევედი თბილისში, იმ შემდეგ სულ თბილისში ცხოვრობ, მაგრამ ზაფხულობით ჩამოვდიოდი გორში. ყოველთვის ჩამოვდიოდი და ყველაზე დიდი სიხარული ჩემთვის იყო შეხვედრა გილისთან. ცნაური ეცით, მე მას ყველაფერს ვუღმევ. არაჩვეულებრივი მოსმენა იცოდა. ეს ხო ძალიან იშვიათია, როდესაც ადამიანები სხვას მოსმენენ. ძალიან იშვიათია. ქართველებს არ გვყავს მოსმენა. კაცი რაღაცას გულოვდება, არა ჩვენ იმას არ ვაცდით ბოლომდე თქვა. აი გილი ისეთი მოსმენა იცოდა დინჯი, დაკვირვებული, შეგრძნობდი რომ ყოველი სიტყვა იგებს ისე როგორც ჩვენ გინდა რომ მან გაიგოს. და მე იყო მისი პასუხი. მე მას ხშირად ვეკითხებოდი გილი. შენ როგორ ფიქრობ? აი მე როგორ უნდა მოვიქცე, რა უნდა ვქნა, რა უნდა გავაკეთო ამ შემთხვევაში და 1000 რამ იყო ასეთი, იმიტომ რომ ჩემი ცხოვრება არ ყოფილა თლად. 7, იმიტომ რომ იყო წლები, როდესაც ძალიან მძიმე იყო. მე ვთვლი რომ უკანასკნელი 14 წელი ჩემი ცხოვრებიდან ამოღებულია. აი ამ ხნის განმავლობაში ყველაზე მძიმე წუთებში მე გივი გადავარჩინე. არა პიროვნულად მარტო, არამედ ფიზიკურად. იყო პერიოდი, როდესაც ზოგიერთ გამსახურდიებს უზნაესი საბჭოს დეპუტატებს დასდებდნენ ხან დასაჭერად არის ოღონდ იჭერდა ეგრე გავიქე. და ყოველგვარ შეზღუდვებს ყოფილიდან, მაგრამ აი ამ დროს მე ჩემი ასე ვთქვათ, ნამდვილი საყრდენი უსაფრთხო საყრდენი იყო გივი. იცით რა, თვითონ გივი ცოტა ლაპარაკობდა ძალიან, უფრო მისმენდა. მაგრამ როცა იტყოდა რამეს, არ მახსოვს რომ როდისმე ვინმეზე ეჭვარავს. ან ეთქვას საყვედური, ან ეთქვას სული და ამცეთი რაც შეურაცხყოფდა პიროვნებას, ასეთი რამას არ შეოდა. ისეთი სამის მოცემა იცოდა, რომ ზოგჯერ მიხვდა ხოლმე. კაცო, რანაირად ხდება, რომ ამას ვერ მოასწრებს სამის. აი ამ მოსამზადის დროს ისეთ პატივისცემად გამოგატავრა პიროვნების მიმართ, რომ მე სხვა ადამიანში ეს არ შევეჩი. ამინახია, აი ამ ზომამდე არ მინახია. ეს ამ გადაცემის რუბრიკა გივის ძალიან მოხდება. მართლა დააკვირდა ეს ქალაქზე. ყველა თვალსაზრისით. იცით რა, ის ქმნიდა კულტურულ ფონს ქალაქში. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თავისი ქცევით, აღზრდით, თავდაჭერით, ადამიანებისადმი დამოკიდებულებით, აი ის ქმნიდა ტიპს გორელი ინტელიგენტისა. ისე უნდა გითხრათ, რომ როდესაც მე გორიდან წამოვედი სასწავლებლად თბილისში, როგორ თქვა ახლა ეს თბილისი პროვინციალურად ხდება ჩვენ შედარებით გორის ინტელიგენციის. გორში არაჩვეულებრივი ინტელიგენცია. არაჩვეულებრივი, ჩემი მშობლების მეგობრები რომ ახსენებენ ახლა. და თბილისი მომიჩვენა პროვინციული ქალაქი. ამ თვალსაზრისით წარმოგიდგენიათ? მაგრამ აი ასეთი ხალხი როგორიც გივი იყო, გივის მეგობრები, სწორედ ქმნიდნენ ამ ფონს. წილათაობა, რაღაცა ნაწილი შერჩენილი თავადაზნაურებისა. თქო ვერ მოასწრეს მათი გადასახება. კიდე სხვა კიდე უბედურებას ჩადიოდნენ ხოლმე. ხო და ეს არაჩვეულებრივი იყო ეს ქალაქი. ალბათ ეხლა წაეს, უბრალოდ მე ჩემი ლაპარაკობ ფოტოფილმში და და აი გივი იყო ერთი მათგანი. ინტეგრალური პოტანცი მორალით და ოჯახით
მასზე იყო აწყობილი. და მათ ხშირად ყოფილა ბავშვებიდან ვიცი ესენი პატარები ორი გოგონა და ერთი ბიჭი. მე მისი ხმამაღალი სიტყვა არ დამიგია. სხვადასხვა არც მისი და არც მისი მეუღლის. აი ეს ბავშვებს ელაპარაკებოდა მშვიდად, წყნარად და რაც თავარია სულ ამბობდი. რატო შენიშნებს არ ეუბნებიან რა? თუ ეს ბავშვები არაფერს არ აშავებენ. ან ისე ელაპარაკებოდნენ როგორც თავის სწორს. ეს ძალიან იშვიათად ხდება. ამიტომ იქ იყო სიმშვიდე, სიწყნარე, კეთილგანწყობა, ერთმანეთის პატივისცემა. ასე რომ გივი იყო საფუძველი ყველაფერი ამისა. აი ისე იცხოვრა, რომ არც ერთხელ თავი არ შეუსწრებია. არც ერთხელ. საქართველოზე საუბრისას ბევრჯერ ცხენლით შეუნიშნავს მეუღლეს ბატონი გივის თვალზე და ნამდვილი მამაკაცის ეს ერთგვარი სისუსტე ყველაზე ფაქიზი დასტური იყო სამშობლოს უსაზღვრო ყოვლის მომცველი სიყვარულისა. ქალბატონი ლუიზა ცდილობდა როგორმე გაეკარწყლებინა ქვეყნის ბედით გამოწვეული სევდა. შვილებით თვალებში შეყურებდნენ, რადგან დიდი სიტყვა და მეგობრობა აკავშირებდათ მამასთან. მუდმივი მოუწყელობის მიუხედავად ბატონი გივი ყოველთვის ინტერესდებოდა შვილების განათლებით და სკოლაშიც ხშირად აკითხავდა მათ. საჭიროების დროს საოჯახო საქმეშიც წაუკრავდა ხოლმე მეუღლეს ხელს. ამ თანადგომას უმადნის ქალბატონი ლუიზა იმას, რომ სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტსა და პედინსტიტუტშიც ახერხებდა მუშაობას და ოჯახსაც არ აკლებდა მსრულებელ ხელს. ასე მხარდამხარ შეძლეს მეუღლეებმა სამი შესანიშნავი შვილის აღზრდა. შემდეგ კი შვილიშვილების სკოლის ბედნიერებას არ გინათ უფალ. როგორ ამაყობდა ბატონი გივი 6 ბიჭის პაპობით. თუმცა ის განმეორებელი თავმდაბლობა და სისადავე მომავალ თაობებთანაც არ დაუკარგავს და იგივეს ითხოვდა მათგან. მამაზე საუბარი ჩემთვის ცოტა ძნელია, იმიტომ რომ თვითონ მისი პიროვნებიდან გამომდინარე იყო ძალიან მორიდებული და ძალიან არ უყვარდა, როდესაც ვინმე ხოტბადიდებას ასხავდა და ამიტომ ეს გადაცემა რა თქმა უნდა არ შეიძლება წავიდეს ისე რომ ეს არ შევახო მისი პიროვნება და დარწმუნებული ვარ ცოცხალი რომ ყოფილიყო არ კი მოგცემდა უფლებას რომ ეს გადაცემა გადაგვეღო და საერთოდ გაკეთებულიყო. რაც შეეხება იმას როგორი მამა იყო, ის იყო ძალიან თბილი, ძალიან მოსიყვარულე, ძალიან ადამიანური, იყო არაჩვეულებრივი შვილებთან და შვილიშვილებთან ურთიერთობაში. შეიძლება ითქვას, რომ ბავშვობაში ცოტა მკაცრიც მეჩვენებოდა, მაგრამ ეხლა რომ აი ამ გადასახედიდან ვუყურებ, ეს ნამდვილად არ იყო სიმკაცრე, უბრალოდ იყო ძალიან დიდი მორიდება მის მიმართ. იყო ესეთი მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა შვილებთან, ყოველთვის იყო ჩვენ შორის რაღაცა ზღვარს არც დავარქმევდი, უბრალოდ იყო რაღაცა მანძილი, რომელიც აი მამამდე უნდა ყოფილიყო შვილსა და მამას შორის. და როდესაც გავიზარდე უკვე გამიწვია შვილები და ვუყურებდი ჩემი შვილების და მამას დამოკიდებულებას, ზუსტად ანალოგიური გზნობა უკვე ჩემ შვილებსაც ჰქონდათ, ეს ნამდვილად არ იყო სიმკაცრე. კიდევ შეიძლება ითქვას, რომ იყო ძალიან ზრდილი, ძალიან არ ვიცი, თითქმის არ მახსენდება შემთხვევა, რომ მამას ცუდი სიტყვა ეთქვას სახლში. ძალიან იშვიათად გამოდიოდა მდგომარეობიდან. იყო რამდენჯერმე შეიძლება ესეთი ჩამოსაცვლელი შემთხვევა გავიხსენო, როდესაც ხმა საუწია ოჯახში და ძირითადად ჩვენს ოჯახში რა ვიცი, იყო რაღაცა ძალიან იდეალური და შეხმატყილებული ურთიერთობა ყველა დედას და მამას შორის, ასევე მამასა და ჩვენ შორის. და ეს ერთი სიტყვა მისი საკმარისი იყო, რომ ყველაფერი ყოფილიყო თავის ადგილას, ისე როგორც უნდა ყოფილიყო. კიდევ რა ვიცი, შეიძლება ძალიან ბევრი რაღაცის გახსენება შეიძლება, მაგრამ კონკრეტულად უკვე ძალიან მიწით გავიცენო. უბრალოდ აი ურთიერთობაშიც იყო საოცრად თავაზიანი. ხანდახან პატარა ბავშვებსაც კი უთქვათ, რომ ქუჩაში რომ გავივლიდით, ისეთნაირად მოგვესალმებოდა, ქუდს მოიხდიდა და ისეთ დაბალ სალამს გვაძლევდა, რომ დიდი ადამიანები გვეგონა თავი და რაღაცა ესეთი წარმოდგენას გვიქმნიდა ჩვენთანზე და აი მამის გარდაცვალების შემდეგ ერთი მეზობელი შემოვიდა და გვიყვებოდა, რომ რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა, სამსახურში მივდიოდა მამა და უკვე შუა გზამდე მისული შევხვედრია, რომ მე ამ დროს ბაზრიდან მოვდიოდი დატვირთული ჩანთებით. გივის გამოუთმევია ჩემთვის, მოbrunებულა სახლამდე, მოუტანია ეს ყველაფერი და შემდეგ გაუხსენებია გზა და ასეთი შემთხვევები
ძალიან ბევრი იყო, რომელიც იმ წუთში თვითონდით და ძალიან ბევრს მე ვგებულობდით ხოლმე მისი გარდაცვალების შემდეგ. ასევე შეიძლება კიდევ იყო ძალიან არ იყო მაინც ისეთი აქტიური მოსაუბრე. ეხლა მე მახსოვს ბავშვობაში როდესაც ვთქვათ 20 წლის პერიოდი მქონდა დაჭდებოდა ჩვენთან და გვიყვებოდა რაღაც ზღაპრებს, ძალიან ხშირად გვიყვებოდა ისტორიულ მოთხრობებს. ვეფხისტყაოსანს გვიყვებოდა ხშირად. მათემატიკასაც სკოლაში შევდაგ. ხო, საკმაოდ ისეთ მომზადებულები შევედით სკოლაში, ეს ძალიან დიდი ღვაწლი აქვს სწორედ ამიტომ მამას. იცოდა ისეთი სიტყვა ძუნწი იყო, შეიძლება ითქვას, რომ იყო სიტყვა ძუნწი, მაგრამ იყო ძალიან ენამახვილი. რაღაცა შეიძლება მხოლოდ ერთი ფრაზა ეთქვა, მაგრამ ისეთი სასაცილო, რომ რაღაცა ბევრს ვთქვათ, იუმორისაც შეშურებოდა მისი ენამახვილობა ამ დროისათვის. დასაწყისს რა ვიცი, ალბათ ერთადერთი მე მინდა ვთქვა, რომ მე ამაყება ნამდვილად, აი სადაც მივდივარ, ყველგან დავიძახე, რომ ვარ გივიცერაძიშვილი, ყველა ისეთი სიყვარულით იხსენებს მამას და ყველა ისეთი რიგით, რომ ნამდვილად საამაყოა და ალბათ საპასუხისმგებლოც რომ გექოს გივიცერაძიშვილი და ალბათ შევეცდებით, რომ ღირსეულად ვატაროთ ეს მე დავამატებ ჩვენი შვილებისთვისაც ძალიან დიდი საამაყო, რომ ჩვენი შვილები გივიცერაძისკენ სატარებენ. ძალიან ბევრი ბევრი გაახსნა ჩემი შვილები. მე სულ ვეუბნები ხოლმე ჩემს შვილებს, რომ აი ძალიან ბედნიერი ვიქნები, რა თქმა უნდა სრულად ვერ დაანგვანებით გივი პაპასკო, მაგრამ რაღაცა ნაწილი მაინც რომ მქონდეს მისი თვისებებიდან, იმიტომ რომ თითქმის აი მე არ შემიძლია მამას უარყოფით თვისება, თითქმის არ შემიძლია რომ გავიქცენო, იყო ძალიან შეიძლება ეხლა თუ შეიძლება ადამიანები საკუთარ მამაზე თქვა, მართლა ძალიან ღირსეული პიროვნება იყო, ყოველთვის შემკული და ქეთევანი, ნანა და ანდრო საუკეთესო მოსწავლეებად და სტუდენტებად ითვლებოდნენ. და ნამდვილად ჰქონდათ ბატონ გივის და ქალბატონ ლუიზას შვილებით თავის მოწონების საფუძველი, მაგრამ გაზეთის ფურცლებზე არასდროს ერთი სიტყვაც არ დაწერილა მათ შესახებ. თუმცა რა გასაკვირია, როცა თვითონ ბატონი გივი ძლივ დაიყოლიეს იმაზე, რომ გორელებზე შექმნილ წიგნში მასეც მოეთხოთ კითხვებისათვის. ანდრომ ბევრი სხვა თანატოლის მსგავსად რუსეთში მოიხადა ჯარისკაცური ვალე. თუმცა ბატონ გივის ანდრო სამხედრო სამსახურის გადავადების ან ჯარისკაცისათვის საუკეთესო ადგილის თხოვნაზე უარს არავინ შებედავდა. ბატონ გივიცერაძეზე საუბარი დაუსრულებლად შემიძლია. ჩემს მეუღლეს ვახტანგ ყანჩაველს ყავს ერთი და ლუიზა, რომლის მეუღლეს გივიცერაძე იყო ჩვენი ოჯახის საამაყო სიტე. და არა მარტო ჩვენი ოჯახისათვის იყო საამაყო სიტე, გივიცერაძე იყო საამაყო, დარბაისელი, კეთილშობილი, პატრიოტანი კაცი ყველასათვის. ადამიანის ღირსება იზომება იმ სიყვარულით, რომელიც მან მოიპოვა ხალხის გულში. გივიცერაძეს უდაოდ დიდი სიყვარული ჰქონდა ყველას, უფროსი თუ უმცროსი თაობისა. მას ძალიან უყვარდა პატარები და ასევე პატარები გრძნობდნენ მისი სიყვარულს და ყოველთვის ბატონი გივის დანახვაზე სიხარებით ხვდებოდნენ მის დანახვას. ასევე გივიცერაძე წარმოადგენდა ქალაქისათვის საამაყო პატრიოტული კაცს და მან ბალი მოიხადა ქვეყნის წინაშე შესანიშნავი ოჯახის და არაჩვეულებრივი შვილების გაზრდით. ქალბატონ ლუიზა ყანჩაველთან ერთად შექმნა საამაყო ოჯახი და ამ ოჯახს შემოემატნენ ასევე არაჩვეულებრივი სიდეები, კოტე აბაშიშვილი და ტიტო თადულაძე და შესანიშნავი ძალი მაკა ეციშვილი. გივიცერაძე იყო არაჩვეულებრივი პაპა, მუსიყვარი, ერთგული მეგობარი, მას უხმარი მეგობარი ჰყავდა და ბატონი გივი თავის მეგობრებში ყოველთვის დადებით მხარეს არჩევდა თავის მეგობრების მხრივ და არასოდეს არ ფიქრობდა, რომ ადამიანისთვის გამოეჩებინა უარყოფითი. გივის არ უყვარდა მოგიჩარა, უზრდელი ადამიანი, მაგრამ არ იღონეს ვინმეზე ალგი როდისმე ეთქვას. პირიქით, თავის გამოხედვით გაგრძნობილებდა
ცოდნე და პატიოსა მასწავლებლად. როდესაც ბატონი გივი შემოაბიჯებდა ეზოს ზღურს გადმოაბიჯებდა, მთელი მოსწავლეები დერეფანში, სკოლის დერეფანში კედლებს აეკვლებოდნენ, რომ გივი მასწავლებელი მოდისო. ისეთი რიგი ჰქონდათ ყველა მოსწავლეს მისი და გაკვეთილი უნდა ხდებოდა ზედმიწევნით კარგად, რომ ბატონ გივის ხუთი დაეწერა. ეს რაღაც სენსაცია ხდებოდა, როცა გივი ხუთს წერდა და მე როდესაც გამეყვანა გაკვეთილის მოსაყრობად, იმდენად მიმოვლებული, მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად კარგად მქონდა მომზადებული, რომ ვფიქრებს ვიწვალებდი და როცა მოვჭი გაკვეთილის მოყოლას და დავიხედე ნუნებიდან სისხლი მდიოდა. ხუთიანი კი დამიწერა, მაგრამ ისეთი გახარებული ვიყავი, რომ მთელი დღე ამაყად დავდიოდი, რომ გივი მასწავლებელმა ხუთიანი დამიწერა მეტი და მე როდესაც რძალი გავხდი, ყოველთვის ხომ ვიხსენებდი ამ ამბავს და გივი სიცილით მეუბნეოდა, რომ მე არ შემეძლო, არ შემეძლო მტყუილი ნიშანი დამეწერაო. ასეთად იცხოვრა მან მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში. ადამიანის ღირსება ხომ იზოლება სიყვარულით და დიდი სიყვარული ჰქონდა გივით, მაგრამ ასევე იყო უზომოდ კეთილი და უზომოდ თბილი გული ჰქონდა მას. ყველა უყვარდა. ერთადერთი დაჰყავდა ნაზო ცერაზე არაჩვეულებრივი პიროვნება, შესანიშნავი დედა და შესანიშნავი მეოჯახე, არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა და მეც ასევე ვიცულებოდი, ნაზი ჩემთვის იყო მული, მაგრამ იმდენად ვიყავით შეკავშირებული ერთმანეთთან, რომ ჩვენ თითქმის ერთი დიდი ოჯახად ვიცულებოდი და ყოველთვის ყველაფერზე ერთმანეთთან ვიყავით ჭირშიც და ოთხენშიც და გივის ეს უზომოდ უხაროდა, რომ ჩვენ აი ესეთი დიდი სიყვარული ჰქონდა ნათესავების და მეგობრების. გივი იყო კეთილი პიროვნება და სიკეთე თავისით არ მოდის. სიკეთე კეთილი ადამიანები შეძენ ასეთ პიროვნებად იცნობდით ბატონი. ალბათ სწორედ ამგვარი პატიოსნებითა და კეთილშობილებით დაიმკვიდრა გივი ცერაძემ ის შეუბრალავი სახელი, რომელიც წმინდა კელაპტრად გაყვება მის შთამომავლობას. კიდევ მრავალჯერ დააფიქრეთ შოთას, გიორგის, ავთანდილს, ნიკას, დათას და გივის, როგორი იყო მათი ღირსეული წინაპარი და რას ავალებს მისი ხსოვნა მომავალ თაობებს. ღმერთმა იცის, როგორ სჭირდებოდა ჩვენს დღევანდელობას ღირსეული, თითითსაჩვენებელი კაცებისაგან დაცლილ გარემოს გივი ცერაძე. ხიზელი და შემართული, ფიზიკური თუ სულიერი ახოვანებით, დინჯი ნაბიჯებით, მართალი კაცის დილით. წლები წავლენ, ჩემი პატარა ქალაქი კი არ დაივიწყებს რედაქტორს, მასწავლებელს ყველაზე უტყუარი მეთოდით, პირადი მაგალითით, გულმართალსა და პატიოსანს, ქართლური ხასიათით, სვანური ქუდით, სევდიანი პროფილით.